როგორია ბოიკოტში მყოფი პროდასალური პარტიებისა და არჩევნებში მონაწილეობის მსურველთა გეგმები. მუნიციპალურ არჩევნებამდე 3 თვე რჩება. ოპოზიციურ ფლანგზე კი ძირითადი კონტურები უკვე გამოკვეთილია. კოალიცია ლელო ძლიერი საქართველო გახარია საქართველოსთვის იაგო ხვიჩიას გირჩი. ეს ის პარტიებია, ვინც ოლიგარქის წინააღმდეგ ბრძოლაში შედის. სამივეს გაცხადებული აქვს პოზიცია, რომ ემხრობიან საერთო კანდიდატებს, მათ შორის თბილისში. დანარჩენი პარტიები კი კამპანიას იწყებენ და აცხადებენ, რომ რუსულ სპეცოპერაციაში შესვლა ღალატი სტოლფასია. სწორედ ამიტომ ისინი მოქალაქეებს კონკრეტული არგუმენტებით აუხსნიან, რატომ არ უნდა მივიდნენ არჩევნებზე. ნუცა ბახუტაშვილი შეფასებებით უერთდება ფორმულას პირდაპირ ეთერს. ნუცა გისმენთ. დიახ, გიორგი, შევდივართ ბრძოლაში რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. კიდევ ერთ მთავარ ველზე ასეთი იყო ლელო ძლიერი საქართველოს განცხადება, რომლითაც საზოგადოებას თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ აცნობა. ძლიერი საქართველოს გადაწყვეტილებას არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით კვირების განმავლობაში ელოდა როგორც საზოგადოება, ასევე დანარჩენი ოპოზიციური პარტიები. კოალიციის განცხადებით ისინი ბრძოლის ფორმად განსხვავებულ სტრატეგიას ირჩევენ და მიუხედავად იმისა, რომ იციან ბრძოლა უთანასწორო იქნება, მაინც აპირებენ ამ ფორმით დიქტატორულ რუსულ რეჟიმს დაუპირისპირდნენ. ლელოს ლიდერების განცხადებით არჩევნებში მონაწილეობით ისინი ახალ პოლიტიკურ პროცესსა და ბრძოლის ახალ კერას შექმნიან. დიდ ქალაქებში მზარდი წინააღმდეგობა და კონკურენცია კი გამარჯვების ერთ-ერთ გზად ესახებათ. 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები განსხვავებული იქნება საკანონმდებლო დონეზეც. მაგალითად, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დადგენილებით მიიღო ცვლილებები, რომლებიც ზღუდავს კენჭისყრის სრულყოფილად დაკვირვების შესაძლებლობასაც. მიუხედავად ამისა, ქართულ ოცნებასთან საარჩევნო ბრძოლაში 3 ოპოზიციური პარტია ებება. ესენია ლელო ძლიერი საქართველო გახარია საქართველოსთვის და იაგო ხვიჩიას გირჩი. სამივე მათგანი ღიად აცხადებს, რომ მერობის ერთიანი კანდიდატი უალტერნატივო გზაა. კოალიცია და ძინულმა საქართველოს თქვით, რომ არჩევნებში შევალთ და შევალთ ბრძოლაში. ჩვენ არ შევდივართ იმაზე, რა ქვია, საცეკვაო სტუდიაში და არ შევდივართ რაღაც მარტივ ამბო. შევდივართ ძალიან უთანასწორო ბრძოლაში, მაგრამ შევდივართ ბრძოლაში. და მეორე არჩევანი რა არის, რომ უბრძოლოდ დავუთმოთ. მე მთელი ამ ხნის განმავლობაში ღია შეხვედრაზეც, დახურულ შეხვედრაზეც, ჩემს ოპოზიციონერ კოლეგებს ვეკითხებოდი, რომ როგორ ჩემს არის თავარი ქართული ოცნება დავამარცხოთ. ხო, აქამდე იყო ბოიკოტი. ვამბობდი, რომ ბოიკოტით როგორ ვამარცხებთ ქართულ ოცნებას. აი ან საერთოდ რამეს უშვები, თავის ჩამოიშლებიან, თავის არ ჩამოიშლებიან. რას ვაკეთებთ ამ ბოიკოტით 4 ოქტომბრამდე, რას ვაკეთებთ 4 ოქტომბრის შემდეგ. ამაზე არ არის პასუხი. არანაირი პასუხი არ არის, მაგრამ მეორე არის, რომ აბა თქვენ არ გაბედოთ, იცოდეთ რამე სხვა, ჩვენ გააკეთებთ ისე, როგორც ჩვენ ამბობთ. არჩევნებში მონაწილეობა არის ბრძოლა და ახალი პროცესის შექმნა, სადაც შეგვიძლია ძალიან სერიოზული პრობლემები შევქმნათ ქართულ ოცნებას. თბილისში და დიდ ქალაქებში რუსთავმა მოუგო ყოველჯერზე ქართულ ოცნებას, ხო? რუსთავში ოპოზიციურმა ელექტორატმა ყოველჯერზე, ახლა ბოლო არჩევნებზეც მოუგო. რატო უნდა დაუთმოთ და ვაჩუქოთ ეს წინააღმდეგობის გარეშე? მეორე მხრივ არის ბოიკოტში მყოფი 8 პოლიტიკური პარტია, რომლებიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. მათ შორისაა კოალიცია ძლიერი საქართველოს ყოფილი პარტნიორი თავისუფლების მოედანი. პარტიის ლიდერის შეფასებით თვითმმართველობის არჩევნები რუსული სპეცოპერაციაა, ხოლო ლელოს გადაწყვეტილება შეცდომა და პოლიტიკური რისკი. ლევან ცუცქირიძის თქმით, ყოფილი თანაგუნდელების ეს გადაწყვეტილება აზიანებს იმ ერთობას, რომელიც პროტესტმა წარმოშვა და ასევე რისკის წინაშე აყენებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას საერთაშორისო არენაზე. მე ამას არ უწოდებ არჩევნებს უკვე კარგახანია, იმიტომ რომ არასწორ ინფორმაციას და არასწორ შთაბეჭდილებას ტოვებს ეს ჩემი აზრით ადამიანებზე, იმიტომ რომ ხო, პოლიტიკური პარტია თუ ხარ, არჩევნებში უნდა გახვიდე, აბა რა უნდა ქნა, მაგრამ ჩვენ მაგალითად თავისუფლების მოედანი ვიქნებოდით პირველი პოლიტიკური პარტია, რომელიც გამოაცხადებდა ამა თუ იმ არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, იმიტომ რომ განსაკუთრებით ადგილობრივი არჩევნები არის საუკეთესო შესაძლებლობა ახალი პოლიტიკური ორგანიზაციისთვის, რომ განვითარდეს და გაძლება. ეს არ არის არჩევნები. ეს არის ჩვენი აზრით სპეციალური ოპერაცია ქართული დემოკრატიის საბოლოო დასასამარი. ეს გადაწყვეტილება, რომელიც მათ მიიღეს, არის შეცდომა და ეს არის პოლიტიკური რისკი, რომელსაც ისინი წევენ, მაგრამ ეს რომ იყოს მხოლოდ ეს არ იქნებოდა იმდენად დიდი პრობლემა, იმიტომ რომ ერთი კონკრეტული პარტიის პრობლემაა და რაღაც, მაგრამ ეს აი ამ წინააღმდეგობის მოძრაობას მთლიანად, რა თქმა უნდა, აი ამ ერთიანობის განცდას, რაც ჩვენ ყველას გვინდა რომ გქონდეს
არღვევს და ასევე შესაძლოა გარკვეული ზიანი მიაყენოს საერთაშორისო თვალსაზრისითაც. ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ ლელოს ეს გადაწყვეტილება არ მიეღო. რა არ ვცადეთ, მოლაპარაკება, თბილი სიტყვა, საჯაროდ რაღაცა შექება, რომ იქნებ ეს არ გააკეთოთ, იქ მყოფი ადამიანები, რომლებიც დღეს ტოვებენ ლელოს და ტოვებენ ფაქტობრივად ესე გამოდის უბრალოდ ხა მათი მორალური პოზიციაც მესმის, სანამ მათი ლიდერები ციხეში არიან, ოფიციალურად პარტიის წევრობაზე არ ამბობენ. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს არ მომხდარიყო, მაგრამ მე მინდა რომ ჩვენს ამომრჩეველსაც და არა მხოლოდ ჩვენ ამომრჩეველს, ყველა მხარდამჭერს ოპოზიციური აზრის, დასავლური აზრის, თავისუფალი აზრის უთხრა რომ ხახნო არ დაქცეულა ამით ქვეყანა რა. დავიღალეთ ჩვენც უკვე მწყემსვით და იმის გამოცნობით ვის რა უნდა, რა ინტერესი აქვს, რის გამო აკეთებს ამას. ფაქტი არის ესეთი, რომ დღეს ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციას გამოგლიჯა ლელო. ლელო აღარ არის დღეიდან ჩემთვის ოპოზიციური პარტია. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ერთგვაროვანი პოზიცია არც თავად პარტია ლელოში ჰქონიათ. გადაწყვეტილების საჯაროდ გაცხადების შემდეგ პარტიაში პოლიტიკური თანამდებობები დატოვეს. არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება მიუღებელი აღმოჩნდა საბა ბუაძისთვის, რომელმაც უკვე დატოვა ძლიერი საქართველოს პოლიტსაბჭო და პარტიის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოზიცია. გადაწყვეტილება გაიზიარა დეა მეტრეველმაც, მანაც დატოვა ლელოს პოლიტსაბჭო და აღმასრულებელი მდივნის პოზიცია. არჩევნებში მონაწილეობაზე მეგობრივი აზრი ჰქონდა ანა ნაცვლიშვილსაც, რომელმაც ასევე დატოვა ლელოს პოლიტიკური საბჭო. თუმცა მიუხედავად პარტიული თანამდებობების დატოვებისა, ყველა მათგანი პარტიის წევრად დარჩა.